იტალიურ ენაში დაბოლოებები გვეხმარებიან გავიგოთ არსებითი სახელი მიეკუთვნება მდედრობის სქესს თუ მამრობის სქესს. არსებობს მარტივი წესი, მაგალითად, ოზე დაბოლოებული არსებითი სახელები უმეტეს შემთხვევაში მიეკუთვნებიან მამრობის სქესს, მაგალითად, il libro, il tavolo. აზე დაბოლოებული არსებითი სახელები მიეკუთვნებიან მდედრობის სქესს, მაგალითად, la casa, la scuola. მაგრამ არსებობს ისეთი არსებითი სახელები, რომლებიც ეზე ბოლოვდებიან და შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც მდედრობის სქესს, ასევე მამრობის სქესს. და ხშირ შემთხვევაში სწორედ აქ ვიბნევით ხოლმე. მაგალითად, ეზე დაბოლოებული სიტყვა თუ აღნიშნავს ადამიანს, მაგალითს მოვიყვან, il padre ნიშნავს მამას და თვითონ სიტყვა გვეუბნება იმას, რომ ის მიეკუთვნება მამრობის სქესის არსებით სახელს. ან კიდევ la madre ნიშნავს დედას და თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ის მიეკუთვნება მდედრობითი სქესის არსებით სახელებს, ხო? მაგრამ როგორც ასეთი წესი დადგენილი არ არსებობს იმისთვის, რომ გავიგოთ, თქვათ, ესათვის არსებითი სახელი, ეზე დაბოლოებული არსებითი სახელი მამრობის სქესს მიეკუთვნება თუ მდედრობის სქესს. უბრალოდ ხშირად გავრცელებული სიტყვები უნდა დავიმახსოვროთ არტიკლებთან ერთად, რომელიც არასოდეს არ დაგვავიწყდება. მაგალითად, ხშირად გავრცელებული მამრობითი სქესის არსებითი სახელებია ეზე დაბოლოებული il cane, il pane, il nome, il fiore და ეზე დაბოლოებული მდედრობითი სქესის არსებითი სახელები, მაგალითად, la neve, la nave, la chiave. სულ ეს იყო დღეისთვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Ciao!